საერთოდ ქველმოქმედების თანხა უპრეცედენტოდ დიდია წელს, ეს არის 1,300,000 ლარი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საქველმოქმედო საქმიანობის შედეგად ბიუჯეტში სხვადასხვა გადასახადების სახით არა ჩვენი დაუშვათ, მაგრამ ჩვენი პარტნიორების დაახლოებით 191,000 ლარია. საზოგადოებამ სამგორის რაიონში მცხოვრები ბაგაბაღში, მიტოვებულ ბაგაბაღში მცხოვრები 24 ოჯახისათვის უამრავი რამ გააკეთა, მათ შორის ვაკის სოსისების ქარხანასთან და კომპანია კოკა-კოლასთან ერთად გარკვეული ღონისძიებები ჩაატარა, ასევე ჩვენი ახალგაზრდებმა ჩაატარეს აუქციონი, თავიანთი მეგობრების, ახალგაზრდა ასევე სტუდენტი მხატვრების ნამუშევრების და შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ამ გაჭირებულ 24 ოჯახს. წარმოუდგენია არა გაქვთ, იქ არის ძალიან რთული მდგომარეობა, იმხრივ რომ არა ფანჯარა, არა კარი და ამას თუ მიაქცევს მერია ყურადღებას და ამ ხალხს ოდნავ ყურადღებად თუ მოეყრობა, კარგი იქნება. თუ არა და რჩებიან ისინი ჩვენ ანაბარა და ჩვენ მაქსიმალურად რასაც შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ. ამავე დროს ამ ყველა ამ საკითხზე ჩვენ Facebook გვერდზე, საზოგადოება თბილისის Facebook გვერდზე გვაქვს მასალები, როგორც ვიდეო, ასევე ბეჭდვითი. ასევე მინდა მოგახსენოთ კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელთაც საზოგადოება თბილისელი გამოვიდა უშუალოდ იმ დღეს, როდესაც მოხდა ჩვენთან წყალდიდობა და იცით რომ დაზარალდა სვანიძის ქუჩა და სხვა მიმდებარე ტერიტორიები. ჩვენ გამოვედით წინადადებით და მივმართეთ ბანკებს, კომერციულ ბანკებს, რომ იმ ხალხისთვის, ვინც დაზარალდა განსაკუთრებით სვანიძის ქუჩაზე, რომლებაც სახლები დაკარგეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩამოეწეროთ სამომხმარებლო სესხები და ეს მოხდა ჩვენი უშუალო ჩარევით, ეს საკითხი გადაწყდა დადებითად და დაახლოებით 70,000 ლარის თანხა ჩამოეწერა. 2001 თვის თავზე ზუსტად 14 ივლისს ჩატარდა საქველმოქმედო აუქციონი და ამ აუქციონის მეშვეობით შემოვიდა 550,000 დოლარი საზოგადოება თბილისელის ანგარიშზე. ამ თანხით იქნა შეძენილი ცოტნედადიანის 7 ნომერში 15 ბინა, გარემონტდა ეს ბინები, კეთილმოეწყო ავეჯით, ყველანაირი ტექნიკით და გადაეცა იმ ოჯახებს, რომლებაც დაკარგეს მარჩენელი ადამიანები. უпростоრად იმ ოჯახებს, ვისაც გარდაეცვალათ თავიანთი მარჩენელი. და ესეთი 15 იყო და 15-ვე მიიღო ბინა ერთ სახლში, თითქმის ერთ სადარბაზოში, ასე ვთქვათ. ჩვენ მრავალი სხვა ღონისძიება გვაქვს ჩატარებული საქველმოქმედოდ, მე მოგახსენეთ, რომ საერთო თანხა შეადგინა 1,350,000. ეს იყო დაუშვათ ჩვენ და ლატვიის საელჩო ვიყავით სპონსორები აფხაზეთის უნივერსიტეტში და იქ ლაბორატორია და კაბინეტები მოვაწყვეთ. ასევე დცბ არის ესეთი დაავადება, შეიქმნა ესეთი ფონდი, ჩვენ პატარა დაჩის საშუალებით შევქმნით ეს ფონდი, დაჩის თვითონ ვეხმარებით და ახაც თბილისელმა გარკვეულწილად თავისი წვლილი შეიტანა. ეს არის ჩამონათვალე, რომელიც წელს იყო და ეს 2014-დან მოდის, ისე კიდე სხვა ღონისძიებები, უამრავი პირადი დახმარებები, ეს გაჭირვებულებს იქნა წამლ, ძალიან ბევრი არის ამის ჩამოთვლა ჩვენ შორს წაგვანს. მე უბრალოდ მინდა კიდევ სხვა რამოდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ეს არის ჩვენ საზოგადოება თბილისელი აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ ღონისძიებებშიც. ეს იყო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, ეს რაღაცა ველოდღე და მომავალი წელიც დატვირთული იქნება ამ მხრივ და ჩვენი ერთ-ერთი პირველი რაც იქნება, ეს იქნება აღდგომის შემდეგ მარათონი ჩატარდება, რომელშიც ალბათ ჩვენი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას და ეს ელემენტარულად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩაბმულები ვართ ჩვენი ქალაქის და ჩვენი მაცხოვრებლების ჯანმრთელი ცხოვრების წესზე. არ შემიძლია ყურადღების გარეშე დავტოვო და ეს არის ყადაღებული თემა ამ აქცია შენი გულისათვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მე როგორც რიგითმა თბილისელმა მინდა გამოხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. მე მინდა ვთქვა, რომ
რომ მე ჩემ პირადად როგორც ადამიანის მე მივესალმები ამას, იმიტომ რომ ალბათ ქალაქში როდესღაც უნდა დამყარდეს მოძრაობის მხრივ წესრიგი და ეს წესრიგი თუ არა აი ეს ჯარიმები, თუ არა ეს გამკაცრებული კანონები, ალბათ ჩვენ ისეთი ბუნების ხალხი ვართ, რომ ვერ დამყარდება. არის ხალხი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, იგი არღვევს, მე ამას იხდის და ეს პერმანენტულად გრძელდება ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვინმეც ვიტოვებ, რომ აი ეს გამკაცრებული რეგულაციები ელემენტარულად საშუალებას მოგცემს, რომ ქვეყანაში კულტურულად გადაადგილდეს მანქანები და ქვეყანა დაემსგავსოს ქვეყანას. არ შემიძლია არ თქვა კიდე აი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამოდენიმე სიტყვა, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ქვეყნის და აი ეს თანამედროვე პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით მოიტანა ის, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია დღეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია ეს იმათთვის, ეს არის აფხაზები და ჩვენი ოსი ძმები და ჩვენ აქედან ჩანს ამ განმოსახედიდან ჩანს რა შეიძლება ჩვენ მათ უთხრათ, რა შეიძლება შევთავაზოთ და რატომ შეიძლება ისინი წამოვიდნენ ჩვენთან თანაცხოვრებაზე და მეგობრობაზე. ძალიან დიდი საქმეა საყოველთაო დაზღვევის საკითხი და ამაზე ძალიან დიდი ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება არ ეთმობა, ესე ვთქვათ, პრესაში და ნაკლებად შუქდება. არადა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ჩარევის, საზოგადოება თბილისელის ჩარევის და თხოვნის შედეგად უამრავი ესეთი უფასო ოპერაცია გაკეთდა და აი ამ გაჭირვებულ ხალხს ძალიან ბევრი დახმარება აღმოეჩინა და ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მე ვთვლი, რომ ჩვენმა უпроსტად იმ სამინისტროებს, რომელიც ამას აკეთებს და კარგად აკეთებს, უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოს ამის ხალხამდე მიტანას. შეიძლება იქ იყოს რაღაცა ნიუანსები და ვთქვათ, რომ აი ესე არ მოხდა, ის რაღაცა სწორად არის, ამისთვის არსებობს იმ სამინისტროში მონიტორინგის ჯგუფები და მათ აქტიურად უნდა იმუშაონ, უფრო რომ გამოავლინო ეს თუ კი ესეთი რამე არსებობს. და აი ეს ბიუჯეტის დახარჯვა თუ გაკონტროლდება კიდე კარგი იქნება ძალიან როგორ იქნება და რანაირად. ეხა ამ წუთში კმაყოფილი არის ავადმყოფიც და კმაყოფილი არის ექიმიც, მე ესე ვფიქრობ. ჩვენ შარშან გავამფორმეთ მემორანდუმის საკრებულოსთან და ეს გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ გარკვეული ინიციატივები გავაჟღეროთ საკრებულოს წინაშე და შევიდეთ წინადადებით. სხვადასხვა საკანონმდებლო წინადადებით. ესეთი წელს იყო არქიტექტორების ლიცენზირების შესახებ, რომელიც ეს კანონი ჩვენმა ჯგუფებმა, რომელიც ჩვენთან არის საზოგადოება თბილისში და საზოგადოება თბილისელი, იმიტომ ვქვია, რომ საზოგადოების ნაწილი და გამორჩეული ესეთი სპეციალისტები ვიწვევთ და ისინი ამზადებენ ამას ყველაფერს და მათ მოამზადეს არქიტექტურის ლიცენზირების კანონი, გადაეცა ეს საკრებულოს, გადაეცა ქალაქის მთავარ არქიტექტორს. და ჯერი ახლა მათზეა ეს საკმაოდ ისეთი რომ ვიტყვიან პოპულარული არ არის, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრ არქიტექტორს მოუწიოს ძალიან ბევრ არქიტექტორს შეიძლება პრობლემები შეექმნას, იმიტომ რომ არქიტექტურის ლიცენზირების აღება საკმაოდ რთული იქნება და ადვილი არ იქნება, მას გარკვეული პროცედურები ექნება გასავლელი, მას რაღაც პროექტები უნდა გქონდეს უკვე გაკეთებული, მინიმუმ 5 და ასე შემდეგ იქ დელი ჩამონათვალია და მე ვთვლი, რომ ალბათ სახელმწიფო უნდა მიდიოდეს ესეთ ნაბიჯებზე, არ შეიძლება არჩევნებიდან არჩევნებამდე იმას არ ეწყინოს, ამას არ ეწყინოს, ჩვენ დაწყებული აი ცხაურები რო დგას ეზოებში, იმის დანგრევიდან ჩვენ მომხრე ვართ ეგეთი რაღაცებს და ჩვენ შევდივართ ესეთი რაღაცებით, ესეთი წინადადებებით საკრებულოში. მომავალი წელი ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება ესე ვაპირებთ, რომ მომავალ წელს დიდი ყურადღება დაუთმოთ ეკოლოგიის საკითხებს. ქალაქში საკმაოდ რთული მდგომარეობა, არ არის ეკოლოგიურად ამამშვიდებელი მდგომარეობა, ელემენტარულად რომ გაჩერდეთ ავტობუსის გაჩერებაზე, ნახავთ რომ მისი მოსulis და წასვლის შემდეგ იქ ისეთი სუნი დგება და ისეთი რომ ხალხი მე არ ვიცი რას უნთქავთ და როგორ დავდივართ კიდე. ამიტომ დაუთმობთ ჩვენ ძალიან დიდ დროს ამ ეკოლოგიას და ვიქნებით ძალიან კრიტიკულები იმათ მიმართ, ვისაც ეს
ეკუთვნის და ვინც უნდა გააკეთოს. იცით პროექტები ჩვენ გვაქვს პირველი რაც გქონდა ეს იყო მოლაპარაკებები შესაბამის სტრუქტურებთან, შესაბამის სამსახურებთან. აი ელემენტარულს გეტყვით. ის რასაც ჩვენი თანამოქალაქეები აკეთებენ როდის აღლების სეირნობის დროს ტოვებენ ამ სიბინძურეს, ის თვითონ გამოყოფს იმდენად და ახლა აქედან რომ გავიდეთ თქვენი შენობიდან ნახავთ რომ სასწაული-გასავლელია. იქით არის უბედურება ხდება. იმიტომ რომ ამას არავინ არ აკონტროლებს. ამაზე უნდა იყოს ისევე კანონი მიღებული, ამაზე უნდა იყოს ჯარიმა, ეტყობა ჩვენ ამ ჯარიმებით უნდა ვიცხოვროთ, აბა სხვანაირად არ გამოდის. და ამ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით გოგონებით ჩვენ დავიწყეთ მოქმედებები სხვადასხვა სამსახურებთან და გავზომეთ რაღაცეები და ეხა ამას ყველაფერს სადღაც წლის დასაწყისში თავს მოუყვრით და ერთ შემაჯამებელ უბრალოდ ამ აქციის დაწყების წინ გავაჟღერებთ ამას ყველაფერს. ჯერ არის დამუშავების პროცესია, არის გვყავს ჯგუფი მაგისტვის, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე.